სიძვირვა მშვიდობისა მოგესალმებით. როგორც უკვე გითხარით და გაგანდეთ, ჩვენ დღეს ბოლო გადაცემა გვაქვს ჩვენს ფორმატში. დილა მშვიდობის. ჩვენი ბაღიდან. ზურა, მე მგონი რომ ჩვენ თავი არ დაგვიზოგავს. ვეცადეთ. ხო. ვეცადეთ რომ ჩვენმა მაყურებელმა იცის რომ მე შენი მასწავლებელი ვარ. დიახ. ზურა ჩემი მოსწავლეა პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. ზურა იყო 17 წლის როცა გახდა ჩემი მოსწავლე. ზურა იყო მაგ დროს უკვე ობოლი, მამა აღარ ყავდა. მაგრამ ყავდა ძალიან ყოჩახი, ძალიან დიდი სამაგალითო პაპა, კახელი პაპა, კარგი მეურნე კაცი, რომლისგანაც ზურამ ძალიან ბევრი რამე უკვე იცოდა, სანამ ჩვენთან მოვიდოდა. იცოდა გასხლა, იცოდა ვაზის მოვლა, ხეხილის მოვლა. კი ბატონო, კი. და ბევრი ისეთი თვისება, რაც მხოლოდ იქ ბუდია შაშვია. ბევრი ისეთი რამ იცოდა, რაც ისწავლება მხოლოდ ტრადიციულ ძირძველ ძლიერ ოჯახში. და იმაზე დავაშენეთ მე ის სამებაღე ვამბები, დამაშენებინეთ ის სამებაღე ვამბები, რომლითაც დღეს ვმუშაობთ, მოღვაწეობთ, ვაკეთებთ, მოღვაწეობ და ექვთიმე თაყაიშვილი ჩვენ ვმუშაობთ. კი ბატონო. ხო, მე მგონი რომ ეს სწორი ამბავია, ერთი და მთავარი ამბავი ამაში არის ის რომ მე და ზურა დღესაც არ ვკარგავთ მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობას. ზურა მე თქვენობით მომმართავს, რაც მე ძალიან მომწონს. ზურას აქვს არაჩვეულებრივი უნარი იდგეს თან ახლოს და თან დისტანციაზე. ეს ბევრს არ გამოსდის და ამისთვის მე მისი მადლიერი ვარ. ჩვენ ამასობაში დაგვიგროვდა რაღაცა ცოდნა და გამოცდილება, არც ისე ცოტა ალბათ. ზოგჯერ ბევრი ადამიანი ვერ გვეთანხმება და არ გვეთანხმება ჩვენს მეთოდებში, რომლითაც ჩვენ ვუდგებით საკითხს, მაგრამ ეს არის ჩვენი გამოცდილებით მიღებული, ჩვენი ცოდნით მიღებული. კიდევ ვუთხრათ ის, რომ ჩვენს მაყურებელს ვუთხრათ ის, რომ ჩვენ გიზიარებდით, ვაკეთებდით თქვენთან ერთად იმ საქმეს, რომელიც არის ჩვენი ყოველდღიურობა. ჩვენ ასე ვმუშაობთ, ასე ვრგავთ, ასე ვჭრით, ასე ვამყნობთ, ასე ვსხლავთ. ამაში ჩვენ რასაც თქვენ გიჩვენებდით, არაფერი არ იყო განსაკუთრებული. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. არც დადგმული. ესე ვისწავლეთ, ჩვენი გამოცდილება დავამატეთ. არც ისე ცოტა გამოცდილება, ვფიქრობთ რომ არც ისე ცოტა გამოცდილება და ეს გაგიზიარეთ, მაგრამ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა აღვნიშნო, რომ თქვენგანაც მივიღეთ რჩევები, თქვენგანაც მე არ ვიზარებდი რომ კომენტარებისთვის პასუხი გაგვეცა ხოლმე ჩვენი რუბრიკის ქვემოთ დაწერილ კომენტარებზე. და მე რამოდენიმე ისეთი რჩევა მაქვს მიღებული თქვენგან მაყურებლისგან, რომელსაც უკვე ვიყენებ და აუცილებლად გამოვიყენებ. ერთია რომ ჩვენ გიზიარებდით და მეორეა რომ თქვენგანაც ვიღებდით და ჩვენ ამისთვის მადლობლები ვართ. იმის გარდა რომ თქვენგან ბევრი მხარდაჭერა, სიყვარული, აღიარება, პატივისცემა მივიღეთ, ასევე მივიღეთ სიძლიერე, სიყოჩაღე, რაღაცა თვითდაჯერებაში დაგვეხმარეთ ძალიან. მე არ ვიყავი გამოცდილი ადამიანი ამ საქმისთვის, კადრისთვის, არ ვიყავი, ნერვიულობდი და იმ ხალხის მადლობელიც ვარ, რომელიც კომენტარად არა პირადში მომხნევებდა ხოლმე და მე ყველა ის ადამიანიც მახსოვს და ამისთვის მადლიერი ვარ, მადლობელი ვარ. ამ გამხნევებისთვის. თუ ოდნავ მაინც ჩანდა ჩვენი პროფესიონალიზმი, თუ ცოტა მაინც ჩანდა ჩვენი თქვენდამი გულწრფელობა, თუ ცოტათი მაინც ჩანდა რომ ჩვენ არაფერი არ დავდგით, არ მოვიგონეთ, ეს იყო ბუნებრივი, ადვილი, მარტივი, ისე როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ და არაფერი რაღაცა სპეციალურად, სტუდიურად მომზადებული და დადგმული, მაშინ ჩვენი მიზანი მიღწეულია. მე მგონია რომ ეს ჩვენ გამოგვივიდა და ამისთვის უსაშუალოდ მადლიერი ვარ ზურა შენიც და ჩვენი მაყურებლიც რა თქმა უნდა. პირიქით. ეს არ იყო ისეთი ადვილი თავიდან, როგორიც ახლა ასე რუბრიკაში ჩანდა, მაგრამ ამ წლებმა 17 წლიდან მოყოლებული თავიდან საკმაოდ რთული იყო. რთული კი არა, ხანდახან რაღაცები შეუძლებელი. ამ 17 წლის მანძილზე იმდენი რამ დაგროვდა და ისე გაგვიმარტივდა მარტივად საქმის კეთება და მერე თქვენთვის მოწოდება, რომ ერთი შეხედვით შეიძლება მარტივი ჩანს, მაგრამ ამის უკან იმალებოდა და იდგა მთელი გამოცდილება, რომელიც ამ წლებმა გამოგვატარა. და შეგვიგროვდა რეკვიზიტი ზურა. ჩვენ შევეცადეთ რომ ეს გამოცდილება გაგვეზიარებინა.
ცოდნის გარდა შეგვიგროვდა ამდენი მცენარე, ასეთი კოლექციები, შეგვიგროვდა ამხელა მასალა, ამდენი რეკვიზიტი, ამდენი იარაღის გამოყენების ხერხები. ხო, რაღაცა მარტივი ხერხები. ხელიც გვემორჩილება ამასობაში. სხეულიც აწყობილი გვაქვს ამაზე და ამ სეზონზე ვართ აწყობილი. იმედია რომ ჩვენ შევძელით თქვენთვის ცოტა ჩვენი პროფესიონალიზმის, ჩვენი დამოკიდებულების მცენარესთან, ერთმანეთთან, თქვენამდე მოტანა. კიდევ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენ ვცდილობდით იმ პერიოდში საკეთებელი საქმე გვეჩვენებინა, რაც სეზონურად იქნებოდა სწორი. რასაც ვაკეთებდით, იმას თან გიჩვენებდით, რომ თქვენს გაგემეორებინათ და გაგეკეთებინათ. იქნებ გამოგდგომოდათ, ამას ვცდილობდით და თუ ესეც გამოგვივიდა, გაგვეხარდება. ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ ჩვენი მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა, ზურას ბევრი უნარი, მე უფრო ტრადიციული მეთოდების და მებაღეობის მომხრე ვარ. ზურა უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებს, თანამედროვე იარაღებს, თანამედროვე მიდგომებს და გასაგებია ეს ჩემთვის და ბევრ რამეში პირდაპირ შემიძლია თქვენს გასაგონად თქვა, რომ ზურა მე მჯობნის და ეს მხოლოდ და მხოლოდ מחარებს და მაბედნიერებს. მე ვრჩები ჩემი საქმის რაღაცა კონსერვატორული მიდგომების ერთგულად, ზურა ცდილობს იგივე საქმე გააკეთოს უფრო სხვა მეთოდით, სხვა მიდგომით და ეს საქმეს მხოლოდ წაადგება, არაფერს არ აფუჭებს და ეს ასე უნდა იყოს, ბუნებრივია. დიდი მადლობა. მეტი ამის შესაჯამებლად მე მგონი სხვა სიტყვა არ იქნება უპრიანი და სწორი. მადლობას გიხდით. მადლობას გიხდით. ნახვამდის ჩვენ ვრჩებით ბაღში და ვაგრძელებთ მებაღეობას. ბევრი საქმე გვაქვს და საქმე ბევრი. შევუდგებით საქმიანობას. მადლობა ღმერთს, რომ საქმე გვაქვს. საქმე რო არ გქონდეს, მაშინ იქნებოდით ცუდად.